და ისევ საქართველოს რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთი სპორტული მოვლენისთვის ემზადება, სადაც ფრენბურთში 22 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გაიმართება. საქართველოს ნაკრებმა რუსთავის სპორტის სასახლეში ვარჯიში უკვე დაიწყო შესარჩევი ტურის შეხვედრებს. რუსთავში ლუქსემბურგის, ირლანდიის და საფრანგეთის ნაკრებებიც გამართავენ. საქართველოს ნაკრების წევრებს და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ემზადებით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის მიმდინარეობს 22 წლამდელებში შეჯიბრება. ძალიან კარგი მზადებას გადის გუნდი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვართ რუსთავის დარბაზით, ინფრასტრუქტურით, რაც შემოგთავაზა რუსთავმა. ძალიან დიდი ტრადიცია არსებობს ზოგადად სპორტში რუსთავისთვის, ეს უცხო არ არის ნამდვილად. ძალიან ბევრი სპორტში წარმატებული სპორტსმენები ყავთ და რა თქმა უნდა გვინდა რომ ფრენბურთი ერთ-ერთი იყოს მათ შორის. რუსთავში ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები გაიმართება. ეს არის ძალიან დიდი სპორტული მოვლენა, რასაც ჩვენი ქალაქი და სპორტის სასახლე მასპინძლობს. მინდა ძალიან დიდი წარმატებები უსურვოთ ჩვენს ბიჭებს.